გამარჯობა, მე ვარ თინათინ გოგოჩაშვილი. გთავაზობთ მომდევნო გადაცემას ციკლიდან პოლისემია. ვსაუბრობთ წიგნებზე, ვსაუბრობთ თემებზე ქართული და უცხოური ლიტერატურის მიხედვით. ვსაუბრობთ ლიტერატურულ მიმართულებებზე. ჩვენი გადაცემა წარიმართება დიალოგის სახით და YouTube არხზე განთავსდება ყოველ ხუთშაბათს 18 საათზე. დღევანდელ დიალოგში მონაწილეობთ მე, თინათინ გოგოჩაშვილი, ფილოლოგი და ფილოლოგი თამარ კვაჭანტირაძე. გამარჯობა თამარ. გამარჯობა თინათინ. როდესაც საუბრობდით ჩვენ წინასწარ ამ გადაცემაზე, მაშინ ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე თუ რას ნიშნავს ეს ლინგვისტური ტერმინი, პოლისემია, ამ კონკრეტულ კონტექსტში, ჩვენი გადაცემის კონტექსტში. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს ინტერპრეტაციას, იმის და მიხედვით, თუ ესა თუ ის მკითხველი, ან მით უმეტეს მკვლევარი ლიტერატურის, როგორ აღიქვამს კონკრეტულ ტექსტს. შენ რა სიტყვი ამასთან დაკავშირებით? თინათინ, რა შეიცი საქმე? როდესაც მითხარი, რომ ამ ჩვენი შენი გადაცემების ციკლი პოლისემია რაღაც ესეთი სათაურივით ექნება, ამ ტერმინმა ყური არ მომჭირა როგორც ფილოლოგს, რა საკვირველია, მაგრამ რაღაცა განსაკუთრებულად ჩაუღმავდი ამას და თავიდან რაც საკვირველია, პირველი რა ასოციაციაც გვიჩნდება, ეს ვიცით რომ არის ლინგვისტური ტერმინი და ნიშნავს რომ რაღაცა ერთი ნიშანი და ამ შემთხვევაში თუ ლინგვისტიკაზეა საუბარი, ეს იქნება რა საკვირველია სიტყვა რა, ერთი სიტყვა სხვადასხვა სისტემაში სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს. მოგეხსენება ენათმეცნიერებაში და ლინგვისტიკაში ერთი თეორია, როგორც საკითხის გარშემო ერთი თეორია იშვიათად არის რომ იყოს. ამიტომ ამის ახსნა და რამდენიმე ახსნა აი ამ მოვლენას, რატომ შეიძლება ერთი სიტყვა სხვადასხვა სისტემაში სხვადასხვა მნიშვნელობით ხვდებოდეს. ეს თავისთავად ძალიან საინტერესოა, ეხლა ჩვენ ამას ვერ ჩაუღმავდებით, მაგრამ ზოგადად რაც საერთო ამოსავალი დავიჭირი აქედან არის, რომ ეს მიგვითითებს ადამიანის აზროვნების თავისებურებაზე. აი ესეთი განმარტება იყო, ესე იგი აი ამ ყველა თეორიას მაინც საწყისად უდევს აი ეს ადამიანის აზროვნების თავისებურება. ესე იგი, რა უცნაურია, რომ ერთი სიტყვა თქვათ, აი ავიღოთ ჯვარი, ვთქვათ, სიტყვა ჯვარი. ეხლა ცოტა მეტი შეიძლება ენობრივი რა ექსკურსი იყოს, მაგრამ მე მგონი მაინც საინტერესო იქნება, რახან ტერმინიდან დავიწყეთ ჩვენ საუბარი. და აი ეს ჯვარი სხვადასხვა მაგალითად თუ ეკლესიას წარმოვიდგენთ, უკვე ვიცით ეს ქრისტიანობის სიმბოლო და ასე შემდეგ არ ჩავუღმავდები, ხო? თქვათ, მივდივართ ქუჩაში და დავინახეთ აფთიაქი და აფთიაქზე არის გამოსახული ჯვარი და ამ კონტექსტში და ამ სისტემაში ეს ჯვარი როგორც ნიშანი და როგორც სიტყვა სულ სხვანაირი იმით მუშაობს ჩვენ გონებაში, არა? მაგალითად ვამბობ მე, რომ ძალიან მძიმე ჯვარი მაქვს დაკისრებული, ვთქვათ, და ამ კონტექსტში სიტყვა ჯვარი კიდევ ამ სისტემაში სულ სხვანაირად მუშაობს, ხო? თავისთავად საინტერესოა, რა თქმა უნდა. შეიძლება ვთქვათ, მაგალითად ვიღაცას ჯვარი დაუსვა, რაც ნიშნავს აი, რა კარგად მომაშველე, ჯვარი დაუსვა და ასე შემდეგ. და ეს ერთი ჯვარი, რომელიც არის ესე იგი ერთი ნიშანი, სიმბოლო, ნუ სიტყვა ამ შემთხვევაში, სხვადასხვა სისტემაში სხვადასხვანაირად დამუშავდა, ხო? აი ახლა როდესაც შენ თქვი რომ ამ გადაცემათა ციკლს აი ეს პოლისემია, აქ უკვე მგონია რომ აი განსახილველი იქნება საკითხი, როგორც შენ აღნიშნე, ხო, განსახილველი იქნება ვთქვათ მოსაზრება და ამას ყოველთვის შეიძლება შეხედო პოლისემიურად, მოდი ესე ვთქვათ, პოლისემიურად. ანუ სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვანაირად წაიკითხო. ხო, წაიკითხო მოვლენა, წაიკითხო საკითხი. როგორც ფილოლოგებისთვის საინტერესოა ტექსტთან და ლიტერატურულ ტექსტთან მიმართებაში, როგორ შეიძლება ეს პოლისემიობა გამოვლინდეს, ხო? აი აქ უკვე ძალიან სწორხაზოვანი, აი ესეთი პირდაპირ ლინგვისტური მოდელის გადმოტანა, როგორც მე ვიფიქრე და დავფიქრდი, არ გაამართლებს ჩემი აზრით. იმიტომ რომ პოლისემიური შეიძლება იყოს აზრი, რომელსაც რაღაცა კონტექსტში სხვანაირად წაიკითხავ, ხო? ლიტერატურული ნაწარმოებიც შეიძლება ასეთი იყოს, რა საკვირველია, რომ კონტექსტის შესაბამისად და რა არის ეს კონტექსტი ლიტერატურული ნაწარმოებისთვის? აი ეს საკითხი უნდა რა არის ეს სისტემა? ეს არის ჩემი აზრით დროისა და სივრცის საკითხი, არა, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ ყველა დიდი ტექსტი თავისთავად არსებობს დროში და სივრცეში. და დროში და სივრცეში უნდა მოხერხდეს ამის გაშლა და თუ ამის საშუალებას ტექსტი გვაძლევს, იქნება ის იყოს პოლისემიური. მაგრამ პოლისემიური არა იმ გაგებით, რომ პირველადი მნიშვნელობა ტექსტისა, პირველ მნიშვნელობას ტექსტისას ჩვენ მოვწყდეთ.
ხო, ამის უფლებას ალბათ არც ტექსტი გვაძლევს, არც სამართლიანობა გვაძლევს ავტორის მიმართ არა, რომელმაც რა თქმა უნდა, აი, როდესაც წინა გადაცემაში ჩვენ საუბრობდით, ლელა წიქარიშვილთან ერთად ვისაუბრეთ ჯაყოს ხიზნებთან დაკავშირებით და მაშინ ლელამ საგანგებოდ გაუსვა ხაზი ბარათაშვილის საფლავი მეფის ირაკლისა, აი ამის მაგალითზე, თუ როგორ შეიძლება ტექსტი აღიქვა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ინტერპრეტაციით, მაგრამ რა თქმა უნდა, არის მეორე მომენტი, რომ არ უნდა დაუპირისპირდე ავტორს, არ უნდა დასცილდე ტექსტს საბოლოოდ და რა თქმა უნდა, როდესაც მით უმეტეს მკვლევარზე, როდესაც არის ლაპარაკი, ხო? როდესაც შენ გამოთქვამ შენ აზრს, რა თქმა უნდა, ეს აზრი უნდა იყოს არგუმენტით განმტკიცებული. დღეს გამახსენდა რატომღაც დილით ჯემალ ქარჩხაძის მდგმური და ამაში და გადავწყვიტე რომ ტექსტისთვის შემეხედა აი უბრალოდ მკითხველის პოზიციიდან, როდესაც შენ არ ხარ მკვლევარი, სასიამოვნო გახსენება იყო ეს, იცი როგორ მახსოვს, ის იგი პერსონაჟს აქვს ნეფერტიტის გამოსახულების ძალიან კარგი რეპროდუქცია, რომელიც მე რაღაცა ძვირადღირებულიც კი აღმოჩნდა და უყურებს ხოლმე და ამეთი გადადის ძველ ეგვიპტეში, ესე იგი ამ ნეფერტიტის სქერის და ამბობს ძალიან საინტერესო რამეს ჯემალ ქარჩხაძე, რომ აი მთელი ეს კულტურა, ეს მშვენიერება, ეს წარმოუდგენელი სილამაზე ჩემშიო ხერხემლიდან შემოდიოდაო და გონების გაუვლელად პირდაპირ გულში მკვიდრდებოდაო. ანუ შეიძლება, როდესაც ხარ უბრალოდ მკითხველი, წაიკითხო ნაწარმოები, არ იმსჯელო იმაზე რატო მოგეწონა. უბრალოდ ეს არის მშვენიერი, განსაკუთრებით ხა პოეზიის შემთხვევაში ესეა, ხო? დარწმუნებული ვარ, ხა მკითხველთა უმრავლესობა, როდესაც ლექსი მოეწონება, არ დაიწყებს, ხო, იმაზე ფიქრს რატო მოწონს. რა თქმა უნდა, ამას აქვს მიზეზი, მაგრამ ამის გამოტანა და დალაგება რაღაც სისტემაში. ეს არის უკვე მკვლევარის ფუნქცია. კარგია რომ პოეზია ახსენე, ზუსტად ამაზე მინდოდა მე თქვა აღმინიშნე ეს სწორედ რომ აი პოლისემიურობა ყველაზე მეტად თუ ლიტერატურულ ტექსტთან მიმართებაში მოვიაზრებთ, ყველაზე მეტად პოეზიას მიესადაგება რასაკვირველია. იმიტომ რომ პოეზია იძლევა ამის საშუალებას, რომ აი ეს სიმბოლო, ის სიტყვა თუნდაც აი ხა მარტივი მაგალითი ყველაზე ხელშესახები, რომ გალაქტიონთან თოვლი და რამდენაირი თოვლი არსებობს გალაქტიონთან, არა? არსებობს ცხელი თოვლი, სველი თოვლი, ისფერი თოვლი, ნუ რა ვიცი, თუ დამეხმარები კიდე. და აი ეს, მაგრამ და აი ზუსტად ეს პოლისემიური გაგება არის, თოვლი არის ერთი სიტყვა, რომელიც გალაქტიონთან სულ სხვადასხვანაირი მნიშვნელობით იმ კონკრეტულ სივრცეში, იმ კონკრეტულ სისტემაში სხვადასხვანაირად მუშაობს. ანუ იმ ლექსში, ყველა ლექსში სხვადასხვანაირად, მაგრამ არის თოვლი პრინციპში ბუნებრივი მოვლენა, ხო? აი პოეზიაში ეს არის ძალიან კარგად და განსაკუთრებით სიმბოლისტად თუ ავიღებთ აი მათ პოეზიას თუ გადავხედავთ, ნუ ეს გასაგებია, რომ გაჯერებულია ზუსტად ასეთი მხატვრული სახეებით, ასეთი სიმბოლოებით, რომელიც აი ამ პოლისემიურ გაგების საშუალებას გვაძლევს. მაგრამ აი ლიტერატურულ ტექსტთან მიმართებაში სწორედ ეხლა შენ ახსენე და მეც ეს მინდოდა, მე თქვა აი მახსენდება ესეთი რაღაც, თუნდაც საკუთარი პრაქტიკიდან, რომ ჯაყოს ხიზნებს, როდესაც ნუ ჩვენ დროს ჯაყოს ხიზნების ეპოქაც ისეთი იყო ალბათ და შეიძლება ვეძებდით კიდეც ესეთ ინტერპრეტაციას ტექსტისას და ვფიქრობ, რომ იძლევა ამის საშუალებას რასაკვირველია ეს ძალიან დიდი ნაწარმოები და ძალიან ღრმა ნაწარმოები მიხეილ ჯავახიშვილის და ჩვენი საყვარელი მწერლისა და აი იქ თითქოს აი ეს ჯაყო, მარგო, თეიმურაზი, აი ეს ხაზი მწერალს, ეს პერსონაჟები თითქოს პერსონაჟზე მეტია, ხო? ესენი არის რაღაცა იდეის მატარებელი პერსონაჟები, ხო? ვთქვათ, ჯაყო, რომელიც არის ის, ვინც მოდის აგრესიული ძალა, რომელიც მოდის და გიპყრობს, ხო? მარგო ის, რომელიც აი ამ ორ ცეცხლს შორის არის, რომელიც უნდა დაიკარგოს და დაიკარგება საბოლოოდ, არა? და თეიმურაზი, რომელსაც არ შესწევს უნარი, რომ აი ამას ეს ყველაფერი დაიცვას და ეს ყველაფერი. და აი ეს თითქოს იმ ჩვენ რაღაცა იმ პერიოდში, როდესაც აი ამას მუშაობდი ამაზე და ამას ვიაზრებდი, თითქოს აი ეს რაღაცა ჩვენი სამშობლოს, საქართველოს რაღაცა პატრიოტული ხაზი, რომ აი ეს რაც ვერ დავიცავით, რაც დაიკარგა, ეს იყო მარგო და რაც ვერ დაიცვა ეს და როგორც ვერ დაიცვა სწორედ ეს იყო თეიმურაზი და ძალიან ზუსტ კონტექსტში ხდებოდა, არა და აი ეს ძალა აგრესიული, რომელიც მოდის და გვიტევს და მარადიულად ეს არის ჯაყო და ჯაყო ეს არის პერსონაჟი, რომელიც არის ზედროული, რომელიც ყოველთვის არის და ყოველთვის იქნება, ხო?
ყოველთვის იქნება ძალიან საინტერესოა ხოთაშორის ჯაყომა კუთხით. ხო, ამ კუთხით როგორ მომენტია, როცა მას ახურავს ოსური ქუდი, აცვია თათრული. მე რო გაიპარსება და პეტრაპასულ მაიმუნს დაემსგავსება, თათრული წაღებია. წერალი როგორ გვაძლევს თავისი ძალიან მაღალი ოსტატობით დახატა პერსონაჟი, ისე რომ ესე იგი აი ეს უკვე ზედროული, ზესივრცული ტიპაჟის შექმნა არა თავისი იმითი ჯაყოთი და რატო ვახსენე ეს რომ აი ესეთი ინტერპრეტაცია რომ გამიჩნდა ტექსტისა, მერე გამიჩნდა, იქვე გამიჩნდა აი ეს შიში რომ ხომ არ ვძალადობთ ახლა აი ამის ასეთი მხოლოდ ასეთი ინტერპრეტაცია ხო არ არის რომ ვიძალადეთ და შეიძლება ავტორს ეს ჩაერა, მაგრამ აი მე უკვე შენი თქმის არ იყოს თუ ამას თვითონ ტექსტი გაძლევს ამის საშუალებას, თუ ამას უკვე აი ამ სახეებით, იმ გარემოთი ვთქვა, აი რითიც იქნება ხო ნაწარმოები ახლა ეს არის ამბავი ამ ამბავში არის პერსონაჟები, ამბავი უნდა მოყვე, მაგრამ ის უნდა შექმნა კიდე იქ სამყარო და იმ სამყაროს შექმნაში იქ მონაწილეობს უკვე უამრავი რაღაცა შიდა პლასტი, რომელიც არის უკვე პორტრეტის შექმნიდან დაწყებული და აი შეშვენილად ახსენე ხა ზუსტად ჯაყოს პორტრეტი და ამ პორტრეტის სახეცვლილება მე შინაგან ბუნებასთან სახეცვლილებაში როგორ არის თქვა, იქ გარემო პეიზაჟი საოცრად არის ჯავახიშვილთან გადმოცემული, სწორედ მაგ კონტექსტში გახსოვს, რომ აი ზუსტად როცა იძაბება მდგომარეობა და როგორ იცვლება აი ეს ფონი, აი ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება ვთქვათ, ნუ იქ ინტერიერი, ექსტერიერი, იქ არის სიუჟეტი, კვანძის გახსნა. ნუ აი ეს ეხა რაღაცა ლიტერატურათმცოდნეობითი საკითხები, რომელიც მთლიანად ქმნის ნაწარმოებს და ეხა მკითხველი რასაკვირველია ასე დონეზე ამას არ აღიქვამს, მაგრამ როდესაც შენ უკვე შედიხარ და შენ უკვე ინტერპრეტაციას აკეთებ, შენ უკვე ამაზე ამახვილებ ყურადღებას და საერთოდ სასურველია ეხა ვისურვებდი რა თქმა უნდა, რომ როდესაც ისწავლება ეს ნაწარმოები რომ ეს ასე უნდა ალბათ მიდიოდეს აი ასაკშიც იქნებ სწორედაც როდესაც ეს მაგრამ აი სამწუხარო ის არის რომ ყველა ვერ ახერხებს და ყოველთვის ვერ ხერხდება ეს რომ ჩვენ დავინახოთ აი ეს შიდა სამზარეულო შეძლების დაგვარად წარმოვაჩინოთ და როდესაც ამას დავანახებთ მე ასე მგონია როდესაც ამას დავანახებთ ну მკითხველს ამ შემთხვევაში გინდაც ავიღოთ მოსწავლეს, გინდაც ავიღოთ აბატურიეტს, ახალგაზრდას, ამას დავანახებ და აი აქედან ამოვალთ. ჩვენ შინაარსს კი არ ვასწავლით. ტექსტი ხომ ზღირებული ტექსტი იმაზე მეტია ვიდრე შინაარსი, ვიდრე მხოლოდ შინაარსი. ეხლა სამწუხაროდ ისეთი ტენდენცია რომ შინაარსის მე მგონი თვითონ მასწავლებლები უყვებიან მოსწავლეებს და ამის მიხედვით მე რაღაცა კითხვებზე პასუხის გაცემით ვიფარგლებით პრობლემები. და მე მინდა შენ ახლა ისაუბრო იმაზე თუ შენ როგორ ფიქრობ, როგორ ხედავ ამას, როგორ ხდებოდა ტექსტის აღქმა ლიტერატურის მკვლევართა სხვადასხვა თაობაში, იმ თაობაში, რომელთა უშუალო მოსწავლეები ვართ ჩვენ და წინა თაობაში, რომელიც აი ამ მკვლევარების მასწავლებლები. ეხლა აი ეს თინიკო ეს ამ ჩვენმა იმან რა ქვია მიგვიყვანა მაინც იმ ტკინეულ საკითხზე, რომელიც ესე იგი ვინც დაკავშირებულები ვიყავით ოდესმე ან ვართ, ხო, სკოლა ხო ისე სწავლება ხო ისეთი თემაა, ეს ხო მარადიული ამბავია რა და ჩვენ ვასწავლით ალბათ რა ვიცი, ჯერ ჩვენ თავს ვასწავლით, ჩვენ გვასწავლიან, მერე ჩვენ ვასწავლით ჩვენ თავს, მერე ჩვენ რაღაცნაირად ვცდილობთ რომ ვიღაცას გადავცეთ ჩვენი ცოდნა, ხო? ნუ შეიძლება ეს არ იყოს რაღაცა ვთქვათ, ეხლა ტრიბუნაზე დამდგარი ადამიანი და იქიდან მოხადაგე, შეიძლება ეს შულთან ხდებოდეს, შულთან ხდებოდეს, ოჯახში ხდებოდეს, მეგობრების წრეში ხდებოდეს. ანუ ერთმანეთს ვასწავლით და გვაქვს პრეტენზია რომ რაღაცა გადავცეთ თუ რაღაცა. ეხლა ნახე რა ხდება, რაც შენ თქვი, მიფიქრია მე ამაზე და ვფიქრობ რომ აი ჩვენ როგორ სწავლობდით ჩვენ უფრო მეტად მე მგონი თვითნასწავლები ვიყავით. ესეთი შთაბეჭდილება მრჩება და მასწავლებლად ჩვენ თვითონ ვეძებდით, ჩვენ თვითონ პოულობდით, ჩვენ თვითონ მივდიოდით. მეტად ვიყავით დამოკიდებული ჩვენ თავზე. ჩვენ თავზე უფრო მეტად ვიყავით და კი რაღაცა ორიენტირებს შეიძლება გვისწორებდნენ, რაღაცას დავიჭერდით, რაღაცას ჩავებღაუჭებოდით, რაღაცას ერთმანეთს გაუზიარებდით და იქიდან გავცვლიდით წიგნს. ეხლა ხომ ესე აღარ ხდება სამწუხაროდ. ეხლა არის უზარმაზარი ინფორმაცია. ხელს დააჭერ, თიც დააჭერ, კაცო, წიგნის გადმოღებაც აღარ გინდა თაროდან და უზარმაზარ ინფორმაციას მიიღებ, მაგრამ აი ამდენ ინფორმაციაში და ამდენ ინფორმაციულ
აი ღირებული ხელმოსაჭირი თითქოს აღარ ჩანს და ჩვენ ყველაფერს ვეჭიდებოდით, აბსოლუტურად ყველაფერს ვეჭიდებოდით. აი როგორ თქვა ეხლა ჩვენი ფაკულტეტის და ჩვენი ფილოლოგიური სკოლის ეხლა უზარმაზარი რასაკვირველია, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვებღაუჭებოდით, ხო იყო თინათინესი, ნამდვილად ასე იყო. და იყო ადამიანები, იყვნენ რასაკვირველია და ეხლა ეს ყოველთვის ასეა ალბათ, მეტნაკლებად, რა თქმა უნდა. ვინც აღარ იყვნენ ჩვენთვის საინტერესოები. იქაც იყვნენ ასეთები, რასაკვირველია ასეთები, იქაც იყვნენ. და ჩვენ მოწადინებულები ვიყავით. აი ეს წადილი აღარ არის თითქოს. აი ეს ძიების სურვილი აღარ არის თითქოს. მე არ ვლაპარაკობ ხომ კვლევარზე და საკითხით დაინტერესებულ ადამიანზე, ხო? ჩვენ იქნებ მაგის მიზეზი სწორედ ის არის, რომ აი როდესაც შენ ამბობ, რომ ჩვენით ვითარდებოდით, იქნებ ეს იყო არა უბრალო შემთხვევითობა, რომ უბრალოდ გახარდა შენით ვითარდები, არამედ ჩანაფიქრი, რომ სადამდე შეიძლება ადამიანს მიყვე და მიაწოდო ის, რაც უნდა მიაწოდო პედაგოგების მხრიდან და როდიდან უნდა დაიწყოს მას საკუთარ თავზე მუშაობა და თვითგანვითარება. ხო, ხანდახან მაგასაც ვფიქრობ, რომ ეხლა ასე ლუკმას პირში ვინ ჩაგიდებს რასაკვირველია, ხო? გეზის მოცემა და სწორი ორიენტირის ხო, დაყენება, ეს არის ლომის წვლილი რასაკვირველია საქმეში და მე უკვე არის უკვე შენი პიროვნული თვისებები რასაკვირველია და შენი ინტერესი და შენი უნარი კიდე მოდი ეგრე ვთქვათ, ეხლა ყველა სკოლაში როგორ ფიქრობ შენ რა მნიშვნელობა ქონდა აი ამ კვლევართა ჩვენი მასწავლებლების ამ თაობას. რა გვასწავლეს მაინც ამისთანა, ხო? იმიტომ რომ თუნდაც ეხა ბატონი თამაზის ლექციები, რომელიც მაშინ ტელევიზიით გადაიცემოდა, აი დღემდე ხვდები სოციალურ ქსელებში. აი ის რო იყო ეხა ისეთი უნდა იყოს, ან და კიდევ ერთხელ გაუშვით ეს ყველაფერი, ხო? აი რა იყო ეს ისეთი, რაც მაშინ ძალიან დიდ გავლენას ახდენდა საზოგადოებაზე. ეს არ იყო უბრალოდ აბიტურიენტებისთვის ჩატარებული ლექციები, რომელიც მათ უნდა გამოცდებში დახმარებოდათ, ხო? სხვათა შორის ყოველთვის მეგონა, რომ საერთოდ ფართე აუდიტორია იყო რასაკვირველია. და სულ მეგონა, რომ ყველაზე ნაკლებად აბიტურიენტები უსმენდნენ, ასე მეგონა რატომღაც. და მერე უკვე ბევრი ხნის მერე აი ამ გამოხმაურებებით აი ამ უკავშირით მივხვდი, რომ თურმე არა ძალიან დიდი რაოდენობა განსაკუთრებით რაიონში მცხოვრებლებისა, გინდას თბილისში, ვისაც არ ქონდა საშუალება ვთქვათ ეხლა რომ რეპეტიტორთან იარა, აი ბევრს უთქვამს, ძალიან ბევრს დაუწერია და გამკვირვებია კიდეც, რომ აი მხოლოდ ამით ჩვენ შევძელით და rezultati მივიღეთ. ბევრს უთქვამს სხვათა შორის, რომ აი სულ არ მაინტერესებდა და ავიღე წიგნი და წავიკითხე. სულ არ მაინტერესებდა და აი ეს ავტორი ავიღე. მე მაგალითად ფიზიკოსი ვარ, მათემატიკოსი ვარ, სულ არ ვფიქრობდი ამ წიგნებზე, მაგრამ დავიწყე კითხვა და მიფიქრე ამაზე დიდი ღვაწლი რა შეიძლება იყოს ადამიანს, რომ თუნდაც ერთ ადამიანს რო აღებინო წიგნი და წააკითხო, წიგნი სამყაროში შეიყვანო. რა თქმა უნდა, თამნა, აი კიდე რა მაინტერესებს ამ თაობასთან დაკავშირებით. ეს ესეთი საკითხია, რომელიც ხშირად დგება ხოლმე, იმიტომ რომ ხშირად მომისმენია მე, რომ საბჭოთა პერიოდში იყო სრული, ესე იგი, ასე ვთქვათ, რაღაც ესეთი გაშეშებული სიტუაცია. ჩვენ გვქონდა უფლება მხოლოდ ისი აღგვექვა ტექსტი, როგორც ამას მოითხოვდა, ასე ვთქვათ, კონკრეტული წყობა, სოციალისტური წყობა და სხვანაირად ამის არ უნდა გადაგვეხვია. მე რო გითხრა სიმართლე, როგორც ჩანს ჩვენ მაგ პერიოდში მაინც და მაინც აღარ ვიყავით, ხო? უკვე ჩვენ დროს შეგვეძლო ნებისმიერ საკითხზე გამოგვეთქვა ჩვენი აზრი. მაგრამ თავად აი ეს მკვლევარები ლიტერატურის, ხო, რომლებიც იყვნენ ჩვენი მასწავლებლები, ანუ გაიზარდნენ შედარებით უფრო მკაცრი სოციალისტური იდეების გარემოში, ხო? ცენზურის ქვეშ როგორ ხდება? კი ბატონო, ცენზურის ქვეშ. როგორ ხდებოდა მათ მიერ ტექსტის აღქმა, მისი გააზრება და შემდეგ ამაზე ლაპარაკი, ინტერპრეტაცია როგორ ხდებოდა მათ მიერ ტექსტის ისე, როგორც ისინი თვლიდნენ, რომ იყო საჭირო. თინიკო, აი ყურე შე რო თქვი, რასაკვირველია, ჩვენ მოგვეთხოვებოდა, პრინციპში მოგვეთხოვებოდა ქვია ამას, როდესაც სახელმძღვანელოდ ეგრეთ წოდებული გარჩევის წიგნი პირდაპირ გაძლევდა. აი ესე წარმოიდგინე, ესე იგი
ნაწარმოების შესახებ გამზადებულ, ესე იგი, რაღაც პირდაპირ გამზადებულ მოსაზრებას ჩამოყალიბებულს, ესე იგი, ეს არის თეთრი, ეს არის შავი, ეს არის ცუდი, ეს არის კარგი, ასე მოხდა და რაღაცა მარტივი პრიმიტიული დასკვნა გამოვიდა. ეხლა მაგალითად იყო ისეთი ნაწილი საზოგადოების, ვინც თავიდანვე აი მაგალითად ეხლა შენც ალბათ და მეც ასე მგონია და კიდე ჩვენი უამრავი ჩვენისთან უამრავი მგონია კი არა, ბევრი მგონია რომ ასეთი არსებობს, რომელიც კატეგორიულად ამ გარჩევის წიგნს ჩვენ არ ვიღებდით. ხო არ ვიღებდით, იმიტომ რომ ხვდებოდით რომ ეს არ შეიძლება იყოს მარტო ეს. იმიტომ რომ ჩვენ ვკითხულობთ, თუ ჩვენ ვკითხულობთ, თუ ჩვენ გავიაზრებთ, ეს აღარ გვაკმაყოფილებს ჩვენ ამის ამ დონეზე ვერ ვიქნები და კატეგორიულად უარყოფით. მაგალითად მე საერთოდ იმ გარჩევის წიგნს არ ვშლიდი. მაგრამ არ ვიცი რანაირად ვახერხებდი, რას ვეუბნებოდი მასწავლებლებს უკვე აღარ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ რაღაცა გამოგვდიოდა ურთიერთობა და იცი რა შევატყვე, რა დაკვირვება მაქვს კიდე რომ ამას იღებდნენ მაინც, იცი შეიძლება სიფრთხილით, შეიძლება აი მაგალითად ბედი ქართლისაზე როდესაც საუბრობდით ხო კლასში, უკვე მასწავლებელი ფრთხილობს, მაგრამ ჩვენ ხო მაინც რაღაც აზრს გამოვთქვამთ, ეს რაღაც არ არის. თვითონ ბარათაშვილთანაც არ დგას. ეს საკითხი რახან ბარათაშვილმა დასვა, რახან ეს საკითხი ვთქვათ წამოიჭრა და იმ პერიოდშიც ესე იგი როგორი სადაო და როგორი საორჭოფო საკითხი იყო, რა თქმა უნდა და გრძელდება და გრძელდება. ეს მარადიული თემაა, ისე ვატყობ მე და ასე იქნება. ხო? და აი ეს და ჩვენ ამბობთ მოყვებოდნენ, აი ის მინდა ვთქვა, რომ ისინი შეიძლება იყვნენ შებოჭილები, ისინი შეიძლება ფრთხილობდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აფასებდნენ ამ ასთამდინარებას და ამ ჩვენ რაღაცა შეიძლება უმწეულ მცდელობას, ჩვენთვის ძალიან დიდ მცდელობას, რომ რაღაცა ცოტა სხვაც გვეთქვა, სხვანაირადაც დაგვენახა და სხვანაირი ინტერპრეტაცია მიგვეცა ტექსტისთვის, ხო? ხო და არ დავყოლოდით იმ თქვათ იმ კლიშეს და იმ იმას, რაც თქვათ ეს იყო და საერთოდ ვფიქრობ რომ აი და ახლა არაფერ ახალს არ ვიტყვი ეს ბუნებრივიც არის ალბათ და ასეც არის ბუნებაში თვითონ რომ რაც უფრო მეტია წინააღმდეგობა და უკუძალა უფრო ძლიერად ამოგაგდებს ზევით და ეს უკუძალა ძალიან ძლიერად მოქმედებდა. ესე იგი რაც მეტი იყო წნეხი, რაც მეტი იყო ცენზურა და მით მეტ გზებს და საშუალებებს ეძებდა ადამიანი თვით გამოხატვისაც ხო ეს ტექსტებშიც აისახებოდა რასაკვირველია. მკითხველი ცდილობდა რომ იმის ქვეშ ესე იგი რა წერია, მაგრამ იმის ქვეშ კიდე არის რაღაცა და იმაში იქექებოდა და იმას აი დღესდღეობით ეს მომენტი აღარ არის. უკვე აღარც მკითხველი იძაბება, აღარ ჭირდება შეიძლება ესეთი დაძაბვა და აღარც იძაბება, ამიტომ ამის გამო. ამიტომ ის სიღრმე თითქოს დაკარგა ამიტომ ის მხატვრული ნაწარმოებიც რაღაცა ძირითადი მასისთვის არის მხოლოდ სიუჟეტის განვითარება და იმის სიღრმეებში თითქოს წასვლა უკვე ეზარება და აღარ ჭირდება თითქოს. აი ეს რა სხვათა შორის არანაკლებია მე მგონი დღესაც წნეხი. ეს ხო არ არის აუცილებელი რომ წნეხი იყოს აუცილებლად თქვათ იმ პოლიტიკური წყობის მხრიდან რომელიც არის ქვეყანაში ან რაღაცა წნეხი ეხლაც დიდია ადამიანებზე ფსიქოლოგიური, იმიტომ რომ მე ხშირად უსმენ გადაცემებს, სადაც ხშირად მახინჯდება ტექსტის შინაარსი, მეორე უკიდურესობაში გადავიდა. იმის დამიხედვით რა პოლიტიკური გემოვნება აქვს იმას ვინც ამაზე ლაპარაკობს და გამუდმებით ცდილობს რომ გაბატონებული აზრისთვის იყოს გაბატონებული აზროვნებისთვის იყოს მისაღები მისეული ინტერპრეტაცია ტექსტისა. ეს ძალიან ხშირად შემემჩნევია და შემემჩნევია ისეთი ადამიანებისთვის ვისგანაც ამას არ ველოდი და გული მწყდება ხოლმე ძალიან, იმიტომ რომ უსმენ თითქოს რაღაცა ძალიან საინტერესოდ ლაპარაკობს ამ თუ იმ თემაზე და უცებ ვიჭერ აი იმ ტონებს, რომელიც არის კონკრეტულად აი ამ სიტუაციისთვის გათვლილი ვიღაცის გემოვნებაზე, ვიღაცის აზრზე მოსარგებად. ეს იშვიათად არ ხდება, ხშირად ხდება. იცი რა, შენ როგორც ასე ვთქვათ, ხშირად გიფიქრი ალბათ ამაზე, დედა, მოქმედი ბებია და ასე შემდეგ. მინდა ესეთი კითხვა დაგისვა, რას ფიქრობ, რას ნიშნავს წიგნის კითხვა დღეს აი ბავშვისთვის? და როგორ უნდა შევძლოთ რომ ბავშვმა უბრალოდ კი არ წაიკითხოს წიგნი, არამედ იცხოვროს ლიტერატურით.
ესე იგი თინიკო ის ახსენე დედა და ბებია და გამახსენდა ეთი ჩვენი საყვარელი ლექტორი ხუმრობდა ხოლმე და მაშინ წინდა ეს ხუმრობა რომ ფილოლოგიის ფაკულტეტიო ჩვენო ვამზადებთო კვალიფიციურ დედებს და ბებიებსო მაშინ ახლა მოიხსენება ახალგაზრდები ვიყავით ყველა ჩვენი ამბიცია გვქონდა და რაღაცა ეს ძალიან მეხამუშა და როგორ გვაკადრა, მაგრამ მე რო გამოხდა ხანი მივხვდი რომ ესე იგი ამაზე დიდი სიკეთე არ არსებობს. ამაზე დიდი სიკეთე ფილოლოგიის ფაკულტეტს არ გავუკეთები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, ну ეხა რასაკვირველია კვალიფიციური მეცნიერიც, კვალიფიციური პედაგოგიც, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ასე მგონია კვალიფიციური დედა და ბებია გაზარდა ამ ჩვენმა ფაკულტეტმა და მე ერთ-ერთი აი ესეთ კვალიფიციურ ბებია და დედად მიმაჩნია თავი ამ სფეროში და რა არის იცი მე ვფიქრობ რომ აი რა უცნაურია თითქოს წიგნის ბაზრობაზე მივდივართ აი ხა მარტივი მაგალითი და ну რაღაც გაინტერესებს არ გვინდა ჩვენი ინტერესებით მაგრამ ვაკვირდები და ძირითადად ხალხი ყიდულობს საბავშვო საყმაწვილო შვილიშვილისთვის წიგნებს მოკლედ ეგრე რომ ვთქვა და ძირითადად გამოდიან აი ამ წიგნები დახოძულები ესე იგი ამ ხრივ ვთქვათ რომ ჩვენ დროს ხო არ იყო ასეთი რაღაცა მრავალფეროვნება ამ ხრივ თუნდაც გამოცემების ხრივ თუნდაც ასე ნამდვილად ну არის ახლა რაღაცა ძიმის შემთხვევების ხანდახან შემთხვედრია ასეთიც მაგრამ ძირითადად არის კარგად ილუსტრირებული კარგად გამოცემული ანუ ბავშვებისთვის ჩვენ ყველაფერ კარგს ვაკეთებთ და მე ვცდილობთ რომ გქონდეს კიდეც არა ეს ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს და არ ვიშურებთ ამაში თქვათ თანხას და არაფერს, მაგრამ აი რა საინტერესოა. მე ამას როგორ ვაწვდით ბავშვს? მოვიტანთ ამ წიგნებს, რატომაც ასე მგონია, ასე ხდება. მოვიტანთ ამ წიგნებს და დავდებთ. ჩემ ბავშვობაში ხდებოდა ყოველ შემთხვევაში და ჩემ თავს ხდებოდა ეს, რომ ის წიგნი რომელიც იყო ის წიგნი მე ცოცხლდებოდა ჩემი მშობლის ხმით, ჩემი მშობლის წაკითხული, ჩემი მშობლის დიქცი. ეხლა ყურში ჩამესმის მაგალითად, როგორ გვიკითხავს მამა ინანიშვილის ამა თუ იმ თქვათ მოთხრობას. ერთხელ არა, თინიკო, ერთხელ არა ნახე რამდენჯერმე, აი ორჯერ, სამჯერ, შეიძლება ზოგი 10ჯერაც. აი რაღაცა თითქოს ყურს გვიხედნი და თუ აი ასეთი ტერმინოლოგია შემოვიტანე მე ჩემთვის ყურის გახედნის თეორია რა აი სად გაქრა ესა? აღარ არის ეს კომუნიკაცია, ხო? და მოვა წიგნი, დაიდება ეს წიგნი და წიგნამდე მისვლაა საჭირო. წიგნის ხელში აღებაა საჭირო, წიგნის გადაფურცვლაა საჭირო. აი ეს პროცესია საჭირო, ამ პროცესში ჩართულობაა საჭირო. აი გვერდზე უნდა ყავდეს ამ დროს ის ვისთვისაც არის ეს წიგნი და იმასთან ერთად გაიარო ეს გზა. ეს შრომაა რასაკვირველია. შრომა ეს მოითხოვს და აქცენტების გაკეთება. აი აქცენტების გაკეთება რატომ რისთვის აი ისე კი არა რომ რაღაც ახლა ეს გადავტვირთო და მხატვრული სახეები და რაღაცა ის მაგრამ აი აბა ეს ასე რატო არის და რატომ ესე აი ნახე როგორ თქვა და ხო შეიძლება და სხვანაირად და აი ეს იდიომატური გამოთქმა აქ უკვე შეგიძლია შემოიყვანო ეს და აი ეს ბავშვი ამას ისე იღებს ისე ისრუტავს მაგრამ აი ეს არის რომ უნდა დასვა და შენც უნდა გქონდეს რომ დაუждე და აი ეს გზა გაიარო მასთან ერთად და ავად თუ კარგად რაც პეპისა და კარსონის დონეზე ეს ხერხდება და აი მე თითქოს როდესაც უნდა შემოვიდეს აი ეს რაღაცა ძლავრი აი როგორ ვთქვა აი ეს ლიტერატურული მთელი სიამოვნება რომელიც აი თითქოს კავშირი წყდება აი რაღაცნაირი წყვეტა არის თითქოს ხო აი ხო, წიგსა და ლიტერატურას შორის ხო არის, ესე იგი, წიგნი რასაკვირველია, წიგნი ეს არის ემოცია, წიგნი არის ამას წიგნებზე წავიკითხე, სხვათა შორის რა საინტერესო დაკვირვება იყო, რომ აი ეს წიგნიო ვიყიდეო, ბავშვობაში რომ მამა მიკითხავდა, ან დედა მიკითხავდა, ის კრებული ვიყიდე რომელიღაც ავტორის და სპეციალურად ისე დავაძველე და ისე მივჭუჭრე, რომ აი ის გამეცოცხლებინა ჩემთვის ის ემოცია რომელიც მხოლოდ და მხოლოდ აი ასეთი ფორმით გაძლევს წიგნი ხო წიგნი ხო იმაზე აი წიგნია როდესაც ამასახში სანამ ლიტერატურამდე მიხვალ და ჯერ მარტო წიგნი ეს ხო რაღაც ჯერ სათამაშო სახით შემოდის თითქოს ხო აი ბავშვს როგორ უყვარს დაკვირვებული ვართ ალბათ ხო რომ ფურცლავს ათვალიერებს იქ ნახატებს ნახავს ჯერ სათამაშო სავით არის ხო მე შენ უკვე გევალება რომ
უკვე შიგნით ჩაახედო, უკვე რაღაცა იყდა არის, აქეთ არის, აბა გადაშენს არჩევია აქვს. აი რაღაცა ასე დონეზე. მე შრიფტი, აი მე მაგალითად მახსოვს, რომ არსენას ლექს, რომელსაც მამა გვიკითხავდა, რატომღაც აი ეს არსენას ლექსი და ამირანის მითია, ეს იყო მისი საყვარელი, აი ეს ორი ის, რომელსაც მუდმივად, აი როგორც აი ზღაპარძილის წინ რომ ახსენეთ კერძო საუბარში, ხო? აი მისთვის იყო აი ეს ამირანის მითი, რომელსაც მუდმივად გვიყვებოდა. არსენას მე წიგნი ვნახე, არსენას ლექსისა, ხო? იქ უკვე შრიფტი დავინახე, საოცარი გაფორმება არის შურა ბანძელაძის ეს აბსტრაქციონისტი მხატვარი იყო. მე მივხვდი ეს რამხელა და აი როგორი შემოქმედები საბავშვო წიგნებს როგორი მხატვრები აფორმებდნენ იმ დროში. და ის წიგნი თავისი ყდით, თავისი შრიფტით, აი ის სულ სხვა ემოციას და სულ სხვა განწყობას აღზრავს ჩემში და ის არ არის მარტო თქვათ უკვე ჩემთვის ტექსტი. ის ტექსტი არის თავისი ისტორიით, სადაც უკვე ჩემი ბავშვობა ცოცხლდება, მშობელი ცოცხლდება, იხმა ჩამესმის იქ რა. აი ეს ვიზუალი ყველაფერი ერთიანდება. თქვათ ამის მიღწევა შეიძლება და ეს არ არის ძნელი, მაგრამ აი მე ვთქვათ, რატო ხდება ის წყვეტა, როდესაც ჩვენ ლიტერატურის ცხოვრებას ვეღარ ახერხებენ ეს ბავშვები შემდეგ. აი რატო ხდება ეს თინიკო? ამას შეიძლება იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვეღარ ცხოვრობთ ლიტერატურით, იმიტომ რომ ისინი ხო თავიდან ბოლომდე ჩვენ გვბაძავენ. ვიდრე ჩვენ კითხულობთ ამ წიგნებს, ისინიც კითხულობენ ჩვენთან ერთად და მე შეიძლება იმიტომ რომ ბავშვი ხო იცი რაღაცა სხვანაირად გრძნობიარე არსებაა და იქნება ის უბრალოდ იმას გრძნობს, რომ ჩვენი ცხოვრება ძალიან შორს დგას იმ იდეალებისაგან, რომელიც თქვათ იმ წიგნებში, რომლის მიხედვითაც ის წიგნებია აგებული და დაწერილი, ხო? შეიძლება მაგას გრძნობენ. არ ვიცი. მე კიდევ ვფიქრობ, რომ აი აქ რაღაცა სამწუხარო ამბავია და აი მივხვდი მე, რომ აი ჩემ შვილებთან კიდევ უფრო ვახერხებდი ამას. შვილიშვილთან ახლა აი უკვე რაღაცა ერთი პერიოდი გადავიარეთ თითქოს ეს პეპების და კარსონები და აი როდესაც უკვე გადავედი, რომ უკვე მინდა რომ რაღაც ღირებული როგორ ნათქვამია. ხო, აი ინანიშვილი წავიკითხეთ თქვათ. ეხლა უკვე თვითონაც, მე ხო როგორ იყო, ჩვენ რო გვიკითხავდნენ, მე ხო ჩვენ თვითონ ვკითხულობდით ამას. ხო ეს იყო, მე ის რო მე უკვე ჩვენით ვკითხულობდით ამას და მე უკვე ჩვენ სხვას უკითხავდი, მე ჩემდებს უკითხავდი მე. იმას და ამას ერთად ჩემი და მეუბნებოდა, რომ ესე იგი ძალიან ბევრიო რაღაცა შენგან წაკითხული მახსოვს და არა მამასგანო და გამიკვირდა ეგ რომ მითხრა, იცი? ხო, ნუ მშობლისგან პირობითად რო ვთქვა, ეხლა მე მაგალითად მამა დავით ჩემი მაინდა-მაინც, მაგრამ ნუ ჩემთან ასე იყო და მშობლისგან, ხო? ნუ და აი მაგას ვიძახი ეხლა და უცებ წავაწყდი ისეთ რაღაც და უცებ შემოვიდა ესე იგი ჰარი პოტერი ჩვენ ცხოვრებაში შემოიჭრა, რომელსაც ბავშვი ჯერ ვერ შემოფრინდა, ჯერ ვერ კითხულობს, მაგრამ უკვე ფილმის და რაღაც აი ამ დეკორაციების დონეზე ეს უკვე ათვისებული აქვს და უკვე ზუსტად მივხვდი რომ ეხლა რობინზონ კრუზო რო შევაძლიო ამ ბავშვს, აი როგორ უნდა ეხლა აი ამ დილემის წინაშე გავარ ამ წუთას ეხლა როგორ უნდა მოვიტანო ტომ სოიერი, როგორ უნდა მივიტანო მასთან რობინზონ კრუზო არა და რობინზონ კრუზო ეს ძალიან სერიოზული ნაწარმოებია, ჩვენ ბავშვობაში წავიკითხეთ, მე თითოფაში რო გაეცნობით, კი სულ სხვა პლასტით შემოდის ეს ციგნი, მაგრამ ნუ აი ამ დონეზე ახლა მინდა რომ ხო რაღაცა, ალბათ და აი ამ ფიქრში ვარ და ჯერჯერობით ვერ მოვიფიქრე, როგორ შეიძლება აღვდგე ამ ძალებს, არ ვიცი. თან როგორ არის ხო როგორ არ მინდა თქვა დააღუდგე არ მინდა იმიტომ რომ უკვე მანახა სერიალები უკვე წიგნები აქვს იქ ინგლისურად იქ იმათ რაღაცას ფურცლავს ცუდი კი არ არის რას თავს ვერ დავატანე ძალა და ვერ წავიკითხე ძალიან უნდა წავიკითხოთ ალბათ გვევალება კიდეც რომ ეს უნდა ვიცოდეთ და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევებრძოლოთ არანაირ წიგნს მაგრამ აი ამიტომ ჰარი პოტერთან ბრძოლა რო წინასწარ წაგებული ხო უკვე ვიცით იმიტომ რომ ეს ისეთი იმით არის შემოსული ისეთი აგრესიული ასე ვთქვათ მარკეტინგით თუნდაც ხო თუნდაც და თან ეხა თუ ატყობთ ნიკო წიგნები როგორ შემოდის წიგნი მარტო წიგნი კი არ შემოდის შემოდის მთელი მისი ატრიბუტიკა რომელზეც არის აწყობილი რასაკვირველია მთელი ბიზნეს რაღაც ეს კომერციული რაღაცა თვალსაზრისით შემოდის უკვე წიგნი კი გესმის და ეს ისე ნუსხავს ამ ბავშვს რასაკვირველი კოსტუმი იქნება თუ ნიშანი იქნება თუ რაღაც სიმბოლო იქნება ეს უკვე განსახიერებული უდევს უყურებს
უყურებს და მაგაში არის ჩადებული წარმოსახვის საშუალებას ხო და თითქოს ამით აი ცოტა მეჩვენება რომ აი ესეთი ძალიან წარმოსახვეთი წიგნი ხო რომელიც თქვა ახლა მე ცოტა ზედაპირულად მიწევს მსჯელობა იმიტომ რომ ნამდვილად არ მაქვს წაკითხული და ვერ ვაიძულე თავს რომ წამეკითხა აღარ ვიცი ამას აქ უკვე მიჭირს ესე რაღაც ყველაფრის მაგრამ იმდენარი ინტერპრეტაცია გვაქვს მოსმენილი და ხო მოსმენილი და თვითონ ნახი და აღტაცებული და დამუნათება რომ როგორ ეს არიცი როგორ ეს არ წაგიკითხავს და თავისთავადაც საინტერესოა რა საკვირველია ასე როა მოცული თაობა რა არის და როგორ არის და ნუ ეხა მართლა მილიონიანი ტირაჟებია და არაფრისგან თვითონ ავტორი გახდა რაღაცა საოცარი შესაძლებლობების ადამიანი ეგეც ხო ვიცი და ეს ხო ყველა არ ხდება მაგრამ აი ეს კომერციალიზაცია სხვათა შორის ამაზე ჩვენ პირად საუბრებშიც ვქონდა რომ აი როგორ ხდება ლიტერატურის კომერციალიზაცია როგორ გვიპყრობს ეს და როგორ აღარ ტოვებს ეს იმის საშუალებას რომ წარმოსახვა ფანტაზია რომელიც ესე უხდება მხატვრულ ტექსტს და ესეთი აუცილებელია მხატვრული ტექსტისთვის არა რომ კი თქვათ ახლა რა ვიცი ვინ თქვათ თუნდაც ნებისმიერი ანა კარენინა გეწერა ნახსენე შენ კერძო საუბარში ხო ყველას ჩვენი ვყავს და ყველას ჩვენნაირი გვაქვს და ჩვენერად აღვიქვამ თუნდაც ვიზუალური თვალსაზრისით ხო რაღაცა წარმოსახვითი თვალსაზრისით და ეს უკვე თავიდანვე მოჭრილია ეს გზა, როდესაც აი ესეთი აგრესიული მარკეტინგი შემოდის ამ წიგნისა, თავიდანვე მოცემულია ყველაფერი და ნუ უკვე აღარ ვამბობ, რომ ეს არის გადაღებული საოცარი ეფექტებით, საოცარი, ესე იგი, რომელი შენი ფანტაზია გაწუდება, ხო, თქვათ იმ რაღაცას და აი თითქოს ეს ერთი მხრივ, ხო, წიგნთან უნდა მიგიყვანოს, მაგრამ თან წიგნიდან გიბიძგებს რაღაცა თითქოს და მე ვიცი რომ ბევრი როდესაც უყურებს, მე აღარც კითხულობს ამას. ანუ კიდე ერთია, როდესაც წაიკითხავ და მე შეხედავ და კიდე არის, როდესაც ნახს წაიკითხავ და როგორც წესი, ასეთი უკვე ძალიან ცოტა პროცენტია უკვე. ჩვენ გქონდა ხო გახსოვს, როდესაც ეს აზრი იყო და ეს ამას გქონდა რა თქმა უნდა თავისი მყარი საფუძველი რომ რაც უნდა კარგი იყოს ეკრანიზაცია ის ვერასოდეს ვერ იქნება ისეთი როგორც არის წიგნი როგორც არის კარგი წიგნი მაღალი მხატვრული დონისა ის ეკრანიზაცია მას კონკურენციას ვერასოდეს ვერ გაუწევს ამას ვამბობდით ჩვენ და ეს ვიცოდით ანუ ამას ისე კი არ ვამბობდით ნუ ეს იყო სრულიად ცხადი და აშკარა მაგრამ ну ეხა რაღაცები მართლაც შეიცვალა და ჩვენს ფანტაზიას ფრთები შეჰკვეცა. მაგრამ სხვათა შორის, როდესაც აი ეგ მინდა აღინიშნოს, რომ სპეციალურად დავინტერესდი სხვათა შორის დათა თუთაშხიას როცა უყურებდით, მომწონს მე მისი ეკრანიზაცია. მომწონს ეკრანიზაცია და რასაკვირველია, სწორედ ალბათ იმიტომ მომწონს ეკრანიზაცია და რაც შეიძლება წიგნიდან მე მგონი წამოღებული იყო, ყველაფერი მოტანილია აი კინოს ენით რო იტყვიან და ეს უდიდესი დამსახურება კი არა მე მგონი სწორედ იმიტომ ხდება რომ და ჭაბუ ამირეჯიბი არის სწორედ სცენარის ავტორი ესე თვითონ ავტორი არის წიგნის ავტორი არის სცენარის ავტორი ამავდროულად და ამიტომ გამოდის ეს კარგად და რეზო გაბრიაძის უცხო ჩიტი არის სწორედ კინომოთხრობა რომელიც მას შერეკილების ფანტასტიკური შერეკილები მოგვცა. ნუ სხვა მაგალითების დასახელებაც შეიძლება უბრალოდ ეს ახლა ორი ვთქვით და ამ შემთხვევაში ამართლებს. კიდევ ახლა ესეთი რამე მინდოდა მეკითხა შე როგორ ფიქრობ? წიგნის კითხვა ერთი და იმავე ლიტერატურის კითხვა ჩვენთვის, ჩვენი წინათაობისთვის, ალბათ იმის წინათაობისთვის ხო იყო რაღაც ლიტერატურა, რომელსაც ჩვენ ვეცნობოდით, ეს იყო საერთო ჩვენთვის და მიუხედავად იმისა, რომ ეს თაობათა ამბოხი არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი ნებისმიერ ეპოქაში თაობები უპირისპირდებიან ერთმანეთს, იყო მაინც რაღაცა, რაც ჩვენ ერთმანეთზე გვაბამდა, რაც ჩვენ ერთნიადაგზე ასე ვთქვათ, გვაარსებებდა და ეს იყო სწორედ წიგნი და ლიტერატურა. აი ამაზე იქნებ ვისაუბროთ ხო? და დღევანდელ ვითარებაზეც გადმოვიდეთ რა ხდება და აი თინიკო სწორედ მაგას ვიძახდით რომ ესე იგი მაშინ თითქოს ეს იმ ლიტერატურის სიაც როგორ ვთქვა ჭყალებში სია ხო იყო რაღაცა შემოსაზღვრული თითქოს და თითქოს იყო რაღაც ის აუცილებელი მინიმუმი რომელიც წიგნიერ ადამიანს უნდა გადაელახა ხო ნუ მე უკვე შეიძლება უფრო სხვა კალიბრის ლიტერატურა შემოსულიყო მაგრამ იმ აუცილებელ მინიმუმს თითქოს ყველა ლახავდა ასე თუ ისე ხო და ნუ მე უკვე ვთქვათ გასაგებია
იყო რაღაცა, რომელიც მე უკვე ამ მინიმუმის ზევით იყო რასაკვირველია, მაგრამ ეს იყო ძალიან ასე ვთქვათ, ჩვენც ვარჩევდით, მაგრამ ჩვენს მაგერაც თითქოს ვიღაცის შერჩეული იყო, არა? იმიტომ რომ ის ნათარგმნი რაც იყო, რაც მოგვეწოდებოდა, რაც გამოიცემოდა, იმის იქით ახლა არ იყო საშუალება, რომ ჩვენ ჩავკირკიტებოდით, ხო? ეხლა უცხოური ავტორებიც სამწუხარო იყო თუ ალბათ სამწუხარო იყო, კი, ალბათ კი რა სამწუხარო იყო, სწორედაც რომ ითარგმნებოდა მხოლოდ ის, რომელიც ვთქვათ იმ სახელმწიფოს, იმ რეჟიმის, იმ რაღაცის ასე თუ ისე ლოიალობით, ვინც ახლა ჩამოვიდოდა ვთქვათ საბჭოთა კავშირში და გაივლიდა ის უცხოელი, იმას აუცილებლად მოთარგმნიდნენ. მაგრამ ვინც აქედან წავიდოდა და იქ შეაფარებდა თავს, იმას აღვიგზავნდნენ. ხომ იყო ამის პრეცედენტები, ხო? და აი ესე იმართებოდა ჩვენი ლიტერატურული გემოვნებაც. რაღაცა აი ეს საბაზისო ბიბლიოთეკაზე ვთქვათ, სასაკითხი ბიბლიოთეკა ყველას ერთი ჰქონდა თითქოს. და მერე უკვე იწყებოდა რაღაცა მეტი ძიება იმისთვის, ვინც ამით ცხოვრობდა და უნდა ამით ეცხოვრა. ეხლა შენ ერთ კერძო საუბარში ჩვენ თქვით სხვათა შორის, რომ აი რას ნიშნავს ლიტერატურის ცხოვრება, ხო? ეხლა წიგნი შეიძლება წაიკითხო, გაიაზრო, მოგეწონოს, არ მოგეწონოს, გადადო, კარგად იკითხება, ცუდად იკითხება რაღაცა თქვათ, ხო? მაგრამ ლიტერატურის ცხოვრება იმაზე მეტია, რასაკვირველია, ვიდრე აი ეს უბრალოდ წიგნის წაკითხვა. რომელიც შეიძლება ზუსტადაც რომ ეხლა კი აღარც ჩვენ მაგალითად და ბევრს რასაკვირველია ედო წიგნი, როგორც ძილის წინ ვთქვათ რაღაცა იმის მიმღები, ხო, რაღაცა დოზის მიმღები, ესე რომ ვთქვათ და გასართობი მეგობართა სათრეველად რომ იტყვიან რაღაცას, აი ასე მოიაზრებოდა. მაგრამ არის კატეგორია ხალხისთვის, რომლისთვისაც ლიტერატურის ცხოვრება ეს არის როგორც ლიტერატურა, როგორც სულის პური, ხო? არა მხოლოდ პურითაც კაცი, არამედ სიტყვითა, ხო? აი სწორედ, ეს არის ის სულის პური, რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის და ლიტერატურის შენ კარგად აღნიშნე ერთხელ, რომ ლიტერატურის ცხოვრება ეს არ ნიშნავს, რომ ყოველდღე ხა უკვე ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ყოველდღე ვთქვათ წიგნი აღარ დავიჭირო და ვეღარც დავიჭირო, შეიძლება გვინდა და ვეღარც გვიჭირავს ესე, ხო? ვთქვათ წიგნი ხელში, როგორც ადრე იყო და როგორც ვეწაფებოდი, ვთქვათ, მაგრამ ჩვენ ხომ ამ მოდელებით ვცხოვრობთ. შეიძლება წიგნი არ წაიკითხო და ვერ წაიკითხო და გადადო და რაღაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ არ ცხოვრობ იმ მოდელით. აი ლიტერატურა შენთან არ დაჰყვება. ის ყველა შენ თუ არა ზოგიერთ შეხედებაში, საქციელში, სხვის ხედებაში შენ არ ავლებდე პარალელს და არ ამოდიოდი აქედან, თქვათ, წაკითხულიდან არ უყურებდე სამყაროს და მე რას მივხვდი, იცი, რომ აი ძალიან რატომ უნდა ვიკითხოთ ლიტერატურა, ხო? აი ხა ეს ყმადაღებული შეკითხვა ესეთი, რატომ უნდა ვიკითხოთ და ეხლაც აი ამ თაობას უჩნდება ეს პროტესტობა, რომ რა საჭიროა ეხლა ეს წიგნი, რა პანაცეა ეხლა რომ ვიკითხოთ წიგნი, ვიკითხოთ ლიტერატურა ვიკითხოთ, ხო? აი მაგათ ვეტყოდი და აი ესეთი პასუხი მაქვს ამაზე, ჩამოვაყალიბე მე ამაზე პასუხი, რომ ყველა რთულ ეხლა ეს ჩემი პირადი გამოცდილება და რა ვიცი, სხვისთვის როგორ გამოდგება, მაგრამ ყველა რთულ ცხოვრებისეულ მომენტში, რომელიც მე დამიდგა ჩემი ცხოვრების გზაზე, ხო? ეს შეიძლება იყოს რაღაცა პირადი საკითხი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, აი ყველა რაღაცა სირთულე, რომელსაც უნდა გავყოლებ, ყველაფრის დაძლევა მოვახდინე მხოლოდ და მხოლოდ აი ამით, რაც წაკითხული მქონდა, რაც ნანახი მქონდა და რაც გააზრებული მქონდა. იმიტომ რომ აი ეს გააზრება, რომ ეს არ ხდება, ეს არის რაღაცა არის, ეს ხო მარადიული თემებია. ეს ხო მარადიულ ქარგაზე, როგორც დავით წერედიანმა თავის გადასარევ ლექსში თქვა, მარადიულ ქარგაზე დავდივართ ჩვენ. მარადიულ ქარგაზე დავდივართ, აი ამის შემეცნება, ამის გააზრება. ლიტერატურაც, აი სწორედ ის ვთქვით ჩვენ, რომ შიდა პლასტებს რო ვეძებთ ამ ლიტერატურაში და საიდან ამოვდივართ, ეს ქარგები ხო ყველა მოდის იმ ერთი დიდი წიგნიდან. ერთი დიდი წიგნი, რომელსაც ქვია ბიბლია და რომელსაც ქვია ბიბლიური სიუჟეტები. და აი ეს სწორედ ეს ბიბლიური სიუჟეტები დაგვტრიალებს ჩვენ და ამის ირგვლივ ტრიალებს ჩვენი ცხოვრებაც. რომელი ერთი იგავი ვახსენოთ ახლა, ახლა უძღებიშვილის იგავი, ეს ხო მარადიული თემაა, რომელსაც აი ყოველდღიურ ჩვენ ურთიერთობაში ჩვენ შვილებთან აუცილებლად წააწყდები ამას და არ არსებობს ადამიანი ეს რომ არ გადალახოს თავის ცხოვრებაში და როგორ გაუადვილდება ამის გადალახვა, როდესაც ეს იცის, რომ ეს არის მარადიული თემა. ამაზე ჯერ კიდევ გაუადვილდება ერთია და როგორ სწორად შეუძლია წავიდეს. რასაკვირველია და როცა სწორად აფასებ, მე უკვე გადალახვაც
იმისა ადვილია. რომ არაფერი შენ თავს ისეთი არ ხდება, რაც არ მომხდარა და რაც არ მოხდება. და ამაში ხო ყველაფერში გვეხმარება სწორედ აი ამიტომ არის საჭირო რომ ვიკითხოთ და სხვათა შორის ბიბლუსა აქვს ესეთი ისა ხო წავიკითხოთ წიგნები უკეთესად ვიქნებით ხო არ მეშლება მგონი ესე არის და ეს უკეთესად ვიქნებით ძალიან მომწონს მაგრამ შემთხვევით ხანდახან რომ გავილი წავიკითხო ვიფიქრებ ხოლმე ხორჯობია ეწეროს წავიკითხოთ წიგნები უკეთესი ვიქნები უკეთესადაც იქნები და უკეთესიც იქნები მე მინდოდა ხა ესეთი მაგალითი მომეტანა ეხლა გამახსენდა რატომღაც აი მაგალითად საუბრობთ მე და შენ რაღაც საკითხზე ან რამდენიმე ადამიანი და ლაპარაკობთ იმაზე რაღაც მოხდება თუ არა და მე ვამბობ ან შენ ამბობ ან რომელიმე კი ანუშკა მზეთი უკვე დაღვარა ხო და ეს ყველასთვის გასაგებია ხო აი თუ არსებობს ეხლა ესეთი ფრაზები რომელსაც ერთი და დანარჩენი გაიმეორება ფრაზები კი არა აი უყურე ფრაზებიც არსებობს და სახეებიც არსებობს ესეთი და ლიტერატურის ყველაზე აი ზუსტად ნახე ლიტერატურის ყველაზე დიდ მიღწევად ალბათ წერლისა ისაა რომ სწორედ შექმნას ისეთი ტიპი განზოგადებული ტიპი პერსონაჟისგან განზოგადებული ტიპი რომელიც ერთი პერსონაჟის ფარგლებს გაცდება და ის იქნება უკვე ტიპაჟურად ის იქნება კრეფსითი ის აი ამის მაგალითი ქართულ ლიტერატურაში ხა შორს რომ არ წავიდე და აგერ ჩვენთან მაგალითად ვახსენე ჯაყო ხო ჯაყოობა თქვათ ну გადასარევია თათქარიძეობა რომელიც თქვათ ლუარსაბ თათქარიძის ერთი პერსონაჟი და გასცა და უკვე არის უკვე მოვლენის და რო ვიტყვით რომ ეს თათქარიძეობა და ლუარსაბი ხარ თათქარიძეობა ხო ან ჯაყოობა თათქარიძეობა ოთარანთქვრივობა მაგალითად ეს უკვე როგორ აი ეს არის უკვე ყველაზე მაღალი რანგის გაგებაში ყველაზე დიდი რაც შეუძლია გააკეთოს მწერალს თავისი პერსონაჟის შექმნისას ხო განაზოგადოს ისე რომ ეს უკვე იყოს მოვლენის სახელი ეს უკვე იყოს კრეფსითის სახელი და ჩვენ რო ვიტყვით თათქარიძეობას იქ უკვე მარტო პერსონაჟი კი არ გვახსენდება ლუარსაბ თათქარიძე არამედ თუ მხატვრულ ტექსტად აღვიქვამთ თქვათ იმ დიდ წიგნს იქიდან და იუდა ვიტყვით და უკვე გასაგებია რაზეც არის არა საუბარი ლიტერატურას ნახე წიგნი ავტორი და მკითხველი ქმნის ხო ესეა რა ავტორი შუაში თითქოს წიგნი გვიდებს და აქეთ მხარეს ჩვენ ვართ და ეს ტრიადა და ნახე უცებ სამებას წარმოგვევნა სადაც დგას ავტორი წიგნი და აქეთ მხარეს მკითხველი და თუ ერთ-ერთი მაინც სადღაც წაიფორხილებს მოიკოჭლებს არ გამოვა პროცესი არ შედგება მე მგონი ძალიან საჭიროა იყო ჩვენი დღევანდელი საუბარი მე მაქვს იმედი თამარ რომ მე და შენებ ჩვენი ერთ დღეს დავსწრებით და რაიმე კონკრეტულ ისეთ თემას შევეხებით რომელიც ასევე საინტერესოა ჩვენი მქონდა ყველაფერზე ცოტ-ცოტა ყველაფერზე ცოტ-ცოტა მაგრამ ფრიად საჭიროა ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან მადლობა რომ მომეცით საშუალება რომ რაღაც ამომეთქვა ალბათ რისი თქვაც მინდოდა ნახვამდის კარგად გრძანდებოდეთ